გოგრის პაპა. მანახეთ ბავშვი, რომელსაც არ უყვარს თბილი გოგრის პაპა. მე მიყვარს. ძალიან მარტივი რეცეპტი. მზადდება ძალიან საკმაოდ მალე. არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება. მე მაქვს 9 კილო გოგრა დაჭრილი, აი ესეთი. დაჭერებად. 70 გრამი ბრინჯი, ჩვეულებრივი გრძელი ბრინჯი. 2.5 სუფრის კოვზი შაქარი და მესამედი ჩაის კოვზი მარილი. ჩვენ დაგჭირდება დაახლოებით 9 ლიტრი რძე. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. და ცხადია, რომელ პაპას არ უყვარს კარაქი. მოდი დავიწყოთ. ჯერ რაც მარტივია. ავიღოთ ქვაბი. დაახლოებით 9 გადმოვყაროთ. ეხლა დავაყაროთ გარეცხილი ბრინჯი. შაქარი. და მარილი. ეხლა მეორე 9. პრინციპში სასურველია რომ დაიფაროს გოგრა. თუ არ დაიფარება, ან ცოტა რძე დაგვაკლდა, ეგეც არ არის პრობლემა. შეგვიძლია ცოტა წყალი ჩავამატოთ. ვისაც რძე არ უყვარს, შეგიძლიათ ჩვეულებრივად წყალზეც მოვამზადოთ პრობლემად. ცეცხლზე. საშუალოსა და დაბალ ცეცხლს შორის. ხარშავთ ბრინჯის სრულ მოხარშვამდე. შეიძლება წაიღოს 15, 20 ან 25 წუთი გააჩნია. რამდენს მოხარშავთ? რამხელა ქვაბი იქნება? ნუ, ბრინჯზე ვართ დამოკიდებული ამ შემთხვევაში. წამოდუღებისთანავე ხუბს მოვაშორებთ. მოვხდით. გოგრის პაპა მზად არის. სკუშანი. მე რა სუპარ სკუშანი, ერთად გასინდა გადახდა. ამას კიდე სკუშა. აი რა. რამავია, შეეწეფება ერთი ადგილი. მომდენ თბილის ჭამით. კი, ნუ გემოვნებით ძალიან კარგი პაპა.